ევროკავშირის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის საჯარო მოხელეებისთვის დაგეგმილი პროექტი წარმატებით დასრულდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა პროგრამის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ერთთვიანი სალექციო კურსის განმავლობაში მსმენელებმა მიიღეს სისტემატიზირებული და პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებული ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობის, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტების როლის შესახებ. Მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ყველა სტრუქტურა მოვიცავით აბსოლუტურად და უკვე გვყავს გადამზადებული თანამშრომლები, რომელსაც ცნობიერების ამაღლების კუთხით, ევროკავშირის შესახებ, ევროინტეგრაციის შესახებ და ყველა იმ სტრუქტურის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი მოიცავს და სამართლებრივი ნაწილიც აბსოლუტურად მოხდა მათი ცნობიერების ამაღლება. ეს პროექტი წარმატებულია, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მეორე ციკლი გვაქვს და მეორე ეტაპი გავიარეთ, სერტიფიცირებული თანამშრომლები გვყავს და ჩვენ ამ მიმართულებით კიდე გავაგრძელებთ მუშაობას და მომავალშიც არაერთ პროექტს განვახორციელებთ. წლევანდელი პროექტი განხორციელდა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციას და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატის ხელშეწყობით 31-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა ყოვლისმომცველ ინტენსიურ სამკვირიან ტრეინინგში, რომელიც შედგებოდა როგორც სალექციო ნაწილიდან, ასევე პრაქტიკული სიმულაციიდან და ბოლოს პროგრამის მონაწილეებმა წერითი ტესტი ჩააბარეს. პროგრამა ფოკუსირებული იყო ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ ინსტიტუციურ საკითხებზე და ევროკავშირის სასამართლო სისტემაზე. ვთვლი, რომ საჯარო მოხელე მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს განვითარებაზე და სწორედ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რადგან ამ პროექტმა და ამ მოდულმა, კონკრეტულად ევროკავშირის სამართლებრივი მოწყობა მოგვცა იმის შესაძლებლობა პირადად მე და ჩემს კოლეგებს, რომ განვითარებულიყავით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიგვეღო ძალიან საჭირო და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. პირადად ჩემთვის ეს უკვე მეორე გამოცდილება არის, ორივე მოდული დავასრულე და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს ძალიან საჭირო პროექტი.